ჩვენ ვესწრებოდით სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ ჩინოსანთან შეხვედრას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი რანგის ვიზიტია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, იყო ურთიერთგაცვლა ინფორმაციის, დამოკიდებულებების, მათ შორის გამოსავლის გზების შეთავაზება, საუბარი იმაზე, რომ ერთი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელიც არის პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი, სამართლიანი არჩევნების საერთოდ არარსებობა ქვეყანაში, თავის მხრივ საუბარი იმაზე, რომ გეოპოლიტიკური ღირებულება და მნიშვნელობა საქართველოსი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი არ იქნება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ივანიშვილი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინტერესებს ატარებს, ან პერსონალურად მერკანტილურ ინტერესებს, რაც გადის მის პერსონალური ფინანსების თუ რაღაც ინტერესების უსაფრთხოებაზე. მხოლოდ ეს არის მისი საკითხი. მათ შორის ჩვენ ვისაუბრეთ ანაკლიის სპორტზე, ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობაზე, საქართველოს როლზე იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ხდება მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ ჩინოსავს, უთხარით ის, რომ გასაგებია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს შექმნილი ზავი შესაძლებლობა სატრანზიტო ახალი გზის, რომელსაც ტრამპის გზა დაარქვეს თავადვე, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეთ მათ, რომ სამხრეთ კავკასიის ცენტრი გული არის საქართველო, რომელიც გარეშე შეუძლებელია იმ სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად გამოყენება, რაც ჭირდება დასავლურ სამყაროს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. არავის არ უნდა დაავიწყდეს ის, რომ მათ შორის თუ საქართველო იქცა რუსეთის ან გვერდულად რაღაც შემოვლითი გზით ჩინეთის გავლენის სფეროდ, მათი შესაძლებლობები ბევრად უფრო შეზღუდული იქნება. ჩვენი ინტერესი რა არის აქ? ჩვენი ინტერესი არის ის, რომ საქართველოს, რომელიც გვინდა რომ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული და სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფო, თუ გვინდა რომ ეს ასე მოხდეს, უნდა თანამშრომლობა უნდა არსებობდეს სწორედ ასეთივე დემოკრატიულ სამყაროსთან. ეს არის დასავლეთი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი და მისი შემადგენელი ქვეყნები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ პარტნიორები შევარჩიოთ სწორად და ამ პარტნიორებს მათ შორის ვთხოვთ მხარდაჭერას ქართული ხალხის, ქართული სახელმწიფოსი და პარალელურად ვახსენებთ იმას, რომ საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასიაში შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და ამ ყველაფერს სჭირდება ერთი ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს სამართლიანობის აღქმა არჩევნებთან მიმართებაში, სასამართლოსთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ეს ურთიერთგაცვლა იყო, რაღაც დასკვნითი გადაწყვეტილება რაიმე არ არსებობს. ეს არის პირველი ამ რანგის ვიზიტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მოყვება შესაბამისი უკვე პოლიტიკური დასკვნებიც, გადაწყვეტილებებიც, ნაბიჯებიც უკვე შეერთებული შტატების მხრივ. კი ბატონო, სონატა კოლტერი, გალბატონი, რომელიც იმყოფება სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ ჩინოსანი თბილისში, საკმაოდ გამოცდილია იმ ყველაფრის ამოცნობაში, რის შეფარვასაც ახლა ქართული ოცნება ცდილობს, მას აქვს ძალიან ესეთი კარიერა, რამუშევარი აქვს მოსკოვში და კარგად ცნობს, მოკლედ, რუსულ ხაზებს პროპაგანდისა თუ მოქმედებისა. ის წესით იმ ადამიანთა შორის არის, ვისი მოტყუებაც არ არის მარტივი და საერთოდ ამერიკის შესაბამის ორგანოებს ყოველთვის აქვთ საჭირო ინფორმაცია, როცა აქ ჩამოდიან, პლუს ბონუსია გალბატონის, ასე ვთქვათ, კარიერული განვითარება და ცოდნა, რომელიც მას აქვს, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ისინი, მე ვგულისხმობ რეჟიმს, პირდებიან საზოგადოებას ეგრეთ წოდებულ გადატვირთვას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დასაწყის სუფთა ფურცლიდან, სუფთა ფურცელი რამდენად არის 30 წლიანი ურთიერთობის შემდგომ დამოუკიდებლობის ისტორიიდან მოყოლებული არავინ არ იცის, რატომ უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ურთიერთობა? იმიტომ რომ ივანიშვილმა დახია ეს ქვეყანა უკან, წაართვა სტრატეგიული პარტნიორობა, შეუჩერა შეერთებულ შტატებთან მისი მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. რა მინდა რომ ვიკითხო, ოპოზიციის ეს მოთხოვნები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რა შემთხვევაში ეხსნება ამ ქვეყანას შესაძლებლობა ურთიერთობის გადატვირთვის, მან მოისმინა, მან სავარაუდოდ მოისმინა კობახიძისგან მათ მიერ დანახული რეალობა. თქვენ თქვით, რომ ეს არ არის საბოლოო შეხვედრა, თქვენს გაქვთ მოლოდინი, რომ ვაშინგტონში დაბრუნების შემდგომ ეს ინფორმაცია გაანალიზდება და ამას მოყვება ალბათ შემდგომი ნაბიჯები. რა ჭირდება ამ პროცესს იმისთვის, რომ კრიტიკული საზოგადოების ძალიან მკაფიო მოთხოვნები კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის, მაგალითად, კვლავ პროტესტის გაგრძელება ქუჩაში 26 მაისია წინ დაანონსებული, არ ვიცი.
უნდა ითქვას პირდაპირ და მოურიდებლად ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სონატა კოლტერი იყო ძალიან ინფორმირებული, ყოველმხრივ ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ეს ეხება პოლიტპატიმრებს, არჩევნებს, უსამართლობას, უკანონო და რუსული ტიპის საკანონმდებლო ინიციატივებს და ასე შემდეგ. არაფერზე მოყოლა, ახსნა განმარტებები ჩვენ არ დაგვჭირდებია, ის ინფორმირებულია ძალიან კარგად. სწორად აღნიშნეთ ის, რომ მისი გამოცდილება მიუთითებს და მისი საერთოდ სამუშაო სფერო მიუთითებს იმაზე, რომ ის მუშაობს წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციისა და ამიერკავკასიის საკითხებზე, მათ შორის აქტიურად მუშაობს წლების განმავლობაში ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ნატოს მიმართულებით. ეს ყველა ის სრულიად გასაგები საკითხი, რომელიც მას ინფორმირებულს უმაღლეს ხარისხში, მის ინფორმირებულობას უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხში. ამიტომ ჩვენთვის ეს რაღაც სიახლეების მიწოდება აუცილებელი არ ყოფილა. მისი მხრიდან ბევრი თქმა, რა თქმა უნდა, არ შემიძლია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაიმე ტიპის გადატვირთვაზე საუბარი ახლა არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს რამდენიმე მიზეზის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. მეორე, ქართული ოცნება არ იწვევს ნდობას როგორც პარტნიორი. ისინი ინფორმირებული არიან ანტიამერიკანული პროპაგანდის შესახებ საქართველოში. ქართული ოცნების და ივანიშვილის მხრიდან და მათთვის სრულიად წითელი ხაზია ივანიშვილის და ანტიქართული ოცნების პროჩინური კურსი. წითელი ხაზია. და განაკლის თემა არის ალბათ ცალკე ხაზგასასმელი, ეს იქნებოდა თქვენი მხრიდან საუბრის თემა. რა თქმა უნდა, ყველაფერზე იყოს საუბარი არ არის მხოლოდ ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, საუბარი არის ყველა ტიპის საფრთხეზე, რომელიც შეიძლება გახდეს დომინანტი და ქართული საზოგადოების ნება ჩაკლას. ჩვენ არ გვინდა ისეთ პარტნიორები, რომლებიც გაგუდავენ ქართულ ეკონომიკას. ჩვენ არ გვინდა ისეთი პარტნიორები, რომლებიც ჩაერევიან უხეშად ქართული ხალხის ნებაში. ჩვენ გვინდა ისეთი პარტნიორები, რომლებიც ხარჯს დაუჭერენ საქართველოს მოქალაქეებს. და სამწუხაროდ სოფლიოში მრავალი შემთხვევაა ასეთი, როცა დიდი სახელმწიფოები ჩრდილოეთიდან თუ აზიიდან ხედავთ, რომ არა რუსეთი და ჩინეთი მორიდების გარშე არაფერი არ არის მოსარიდებელი. ისინი იმდენად აგრესიულები არიან სხვა ქვეყანასთან კომუნიკაცია ურთიერთობა ეკონომიკური იქნება პოლიტიკური თუ სამხედრო. ესეთ პარტნიორები არც სასურველები არიან. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია უნდა არსებობდეს, ეკონომიკურიც, პოლიტიკურიც ყველა, მაგრამ არ უნდა იყოს დომინანტი, რომელიც გაგუდავს და აღრჩობს ქართულ ეკონომიკას და საქართველოს მოქალაქეების ნებას. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ დემოკრატ პარტნიორებს, რომლებიც თავმოყრილია დასავლეთში, დასავლეთმა შექმნა ეს კულტურა. ამიტომ რაღაც ტიპის გადატვირთვაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიდის. და შეუძლებელია ჩემი წარმოდგენითაც რომ გითხრათ, ივანიშვილი, რომელიც არის ავტორიტარი, 300-ზე მეტი ადამიანი აწამა და 5 სპეცრაზმელი დაიჭირა. ამას ხაზე გაუსვით თქვენ ალბათ შეხვედრაზე ხომ ოპოზიციამ ჯამში. ყველაფერზე ვისაუბრეთ. რომ ეს არ არის საგმარისი პასუხისმგებლობის ასაღებად, თვითონაც ინფორმირებული იქნებოდა, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს უფრო ჩვენგან შეფასებითი ნაწილი იყო, მისთვის დარწმუნებული ვარ, ეს სიახლე არ ყოფილა, სრულიად ინფორმირებული იყო, ჩვენ შეფასებებს ვაკეთებდით და დამოკიდებულებებს ვამბობდით, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პირობებში, მაშინ როცა 300-ზე მეტი ნაწამები პირია, ნაწამები, ის კი არა რომ დაკავებული არის ათასობით ადამიანი, დღესაც საპატიმროებში შეხედა პოლიტიკური ლიდერები, აქტივისტები, ჟურნალისტები, ამ პირობებში, როცა კორუფცია არის უმძიმესი, სიღარიბე, ინფლაცია, რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, სესხები ყველაფერი ისეთი მძიმე სურათით მიმდინარეობს, მედიის ძალიან მძიმე მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, გამქრალი საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთოდ ღია კავშირები რუსეთთან და რუსული ინტერესების გატარება ქვეყანაში, პროპაგანდის ის მაჩვენებლები, რაზეც ქართული ოცნება დგას, ანტიევროპული, ანტიამერიკანული პროპაგანდა. როგორ შეიძლება რომ ამ ვითარებაში რაიმე ტიპის გადატვირთვაზე ისაუბრო? გადატვირთვა სჭირდება ერთი აღიარება, ანუ სტრატეგიული უკან დახევა მინიმუმ და მეორე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ამღები არ არის და სტრატეგიული უკან დახევა სჭირდება კი ჩვენს ქვეყანას ის მოცემულობა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიულად უკან დაიხევს, მაგრამ ამ ბოროტებას შეინარჩუნებს, ანუ ბოროტების მანქანას რითიც მართავს ამ ქვეყანას. ხო, ამას ცდილობს ის ახლა, რამდენად გაუვლა ეს არის. ნამდვილად ცდილობს და მკითხულობს, სჭირდება? ჩემ პასუხია რომ არა. ქვეყანას არ სჭირდება დროებით
დროებით კეთილკრავად მოვლენილი ბოროტება, რომელიც აუცილებლად გახდება ისევ მხეცი, რომელიც დაიწყებს გლეჯას საქართველოს მოქალაქეების და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, საკუთარი ორგანიზმის ჭამას, ისევე როგორც დააკავეს ახლა 5 სპეცრად, ჩვენ ვამბობთ, რომ სისტემა თავად დაიწყებს თავისი შვილების ჭამას, ეს ურჩხული. უფრო მაღალ დონეზეც მოუწევს ასვლა ალბათ, იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ 5 სპეცრაზმელი არ აწამებდა 300 კაცს. რა შეუძლებელია ალე კოლისაშვილი, რომელიც კანცელარიასთან გაიტაცეს, სასტიკად ცემეს და ჩვენ დასახელებული გვყავს და თავად ელისაშვილს ყავს დასახელებული ის პირი, რომელიც დასჯილი არ არის. გურამ როგავამ თავად სანამ არ დაასახელა და სანამ თქვენმა საგამოძიებო სიუჟეტმა არ ამხილა პროცესი, მანამდე არავინ არ დაუკავებიათ. ეს ყველგან კარგად ვიცით და რაც მთავარია, როგორი თავდასხმის კადრებია მაკაჩიხლაძე, რამდენი გავიხსენოთ სხვები, ბევრი არის. ყველაზე საკვანძოდ საინტერესო იყო ეგრეთ წოდებული ხარებას განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ჩაუშვეს ჩემი ბიჭებიო, ანუ ჩაუშვეს ეს ნიშნავს იმას, რომ თავადვე თავიდანვე ნათლად იცოდნენ დანაშაულის ჩამდენების შესახებ, ანუ დანაშაული ჩაიდინა, ფიზიკურად დაასახიჩა, სიკვდილს გადარჩა, ხო როგავა? სიკვდილს, აი შეიძლება რაღაცა სანტიმეტრი აშორებდა სიკვდილს. იცოდნენ ამის შესახებ და დღეს ჩათვალე რომ ვიღაცამ ჩაუშვა. ანუ რეალურად ის დანაშაულს ხელსაფარებდა პირი, რომელიც პასუხისმგებელია ბრძანების გამცემია. დღეს თქვა სასამართლო პროცესზე რომ მას ეგზავნებოდა და მდინარაძეს ვიდეოები როგორ ეს ნათელია. მეც რომ მაშინ როცა ხაბეიშვილი სცემეს, იმავე დღეს დამაკავეს მე ჩემს მეგობრებთან ერთად, მათ შორის იყო სხვათა შორის გელა ხასაიაც და რამდენიმე აქტივისტიც, ერთ მანქანაში ჩაგვყარეს, სასტიკად გაგვისწორდნენ, გადაგვიღეს ვიდეოები და შემდეგ გაუგზავნეს. ის გაუგზავნეს არ ვიცი გულწრფელად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ შვილებს და ცოლებს სახში არ უგზავნიდნენ. უგზავნიდნენ მაღალ ჩინოსნებს, რომ სისხლი როცა გდის ცხვირიდან და ნაცემი ხარ და ამას თითქოს და რაღაც უპირატესობის მოპოვებისთვის აკეთებდნენ. აი ეს ენახვევინათ, რომ აი ის ადამიანები, ვინც ახლა იბრძვიან, აი როგორები არიან რამ მდგომარეობაში არის. გელა ხასაია ახსენეთ და უთხრათ მაყურებელს, რომ საპროცესო გარიგების შედეგად სექტემბერში გამოვა გელა ხასაია საპატიმროდან 1 წელი სასჯელი მიუსაჯა მას მოსამართლემ და ივანიშვილის მოსამართლემ და 3 წელი პირობითი მსჯავრი. ეს არის მოცემულობა, იცით რომ გელა დააკავეს ეგრეთ წოდებული ხელის ჩადება ქვია ამ საქმეს, რომ ვიღაც ცემა, მოკლედ ახლა არ მოყვები ამ ყველაფრის დეტალებს, მაგრამ გელას ვინც იცნობს და ვინც იცის მისი გამოცდილება, სამოქალაქო აქტივიზმის, ვინც იცის მისი ბიოგრაფია, დევნილი ბიჭის და ასე შემდგომ ის ბრძოლაში არ ჩერდება ხოლმე, ძალიან მარტივი დასკვნებია გამოტანილი უკვე და არა გამოსატანი აწიმის საქმესთან დაკავშირებით, ეს უბრალოდ კარგი ამბავია, რომ გამოვა სექტემბერში და არა 3 წლის თავზე. ნამდვილად მე მიხარია ის, რომ საღი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება არის შესაძლებელი პოლიტიკურ ველზე. ხშირად ეს ხდება ხოლმე გაურკვეველი ბულინგის საგანი, ვინ გირაო რატო გადაიხადა, ვინ საპროცესო რატო გააფორმა თუ ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის თავად იმ პირების გადასაწყვეტი, რომელიც გადიან უმძიმეს პროცესს, რაც არის ივანიშვილის ციხე. და მე ძალიან არ მომწონს, როცა სხვა ეთერში რესპონდენტები თუ სხვები აუფასურებენ ივანიშვილის ციხის სიმძიმეს. ივანიშვილის ციხე არის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორი. როცა ამბობენ რამდენიმე დღით წასული ტროტუარზე დგომის გამო ადამი რატომ უნდა წავიდეს, რამდენიმე დღე ვინ მისცა ივანიშვილის რეჟიმს ამის უფლება, რომ ადამიანს უშვებს ციხეში თუნდაც 1 საათით. არა თუ რამდენიმე დღით მე გეთანხმებით ამ ნაწილში გაუფასურება ხო რა მოხდა რამდენიმე დღე ციხეში რატომ უნდა წავიდეს რა დააშავა ტროტუარზე იდგა საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის და არა მარტო ასეთი იმდენად შეეჩვია ბუდიში ირაკლი ეს მინდა უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება ვთქვა იმდენად შეეჩვია საზოგადოება რომ 4-6 წლით დაკავებული ადამიანები სასტიკად ნაცემები პოლიტიკური ლიდერები ციხეში ჩაყრილი წლობით და კიდე წლობით დაკიდებული მათ თავზე ეს სავარაუდო პატიმრობა კიდევ მომავალში და ციხეში მყოფებისთვის დამატებული სასჯელი ხომ ასეთებიც არიან ამ ყველაფრის ფონზე თითქოს არაფერია რამდენიმე დღე ციხე არა და ამ ადამიანების ჯარია ვისაც უკანონო დაკავებენ რამდენიმე დღით საპატიმროში ყრიან იმის გამო რომ რეჟიმი ვერ აქრობს პროტესტს და მე ზუსტად ეს კითხეთ ბოდიში მე ლენგელაზე გადავედი რომ აი რა უნდა დაარწმუნოს პარტნიორები რომ აქ ასე მარტივად ვერ გამოძვრება ივანიშვილი პროტესტი რომელიც არ ქრება
პროტესტი მნიშვნელოვანია და პროტესტის შენარჩუნება საზოგადოებაში არის გადამწყვეტი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვემუშაოთ სწორედ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პროპაგანდის მსხვერპლი არიან და ჩვენ ვცდილობთ, რომ ორივე მიმართულებით შევძლოთ დაბალანსებული აქტიურობა. ლელო მხარს უჭერს საპროტესტო პროცესსაც, მოძრაობასაც, ასევე ვმუშაობთ მაქსიმალურად პროპაგანდის წინააღმდეგ, მათ შორის მაგალითად დღეს შევხვდით ჩვენი ხარაგაულის გუნდს, სადაც 35 კაციან საკრებულოში არის ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ჩვენი ერთი წარმომადგენელი და უნდა ითქვას, რომ ვიღაც ქალბატონი მანანა არის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ძალადობით უკვე მე-6 თუ მე-7 სხდომა არ აძლევს შესაძლებლობას, რომ უბრალოდ პირდაპირ ეთერი გაკეთდეს საკრებულოს სხდომიდან, სადაც ბიუჯეტს ვერ ასრულებენ, 40%-იანი შესრულება აქვთ ბიუჯეტის, საქმეს ვერ აკეთებენ, მარტო ჯარიმებიდან ამოღებული ფულით ავსებენ ხარაგაულის ბიუჯეტს და არის სრული განუკითხაობა. მე-7 სხდომა წერთ განცხადებას, რომ საჯარო იყოს ტრანსლაცია მოხდეს საკრებულოს სხდომის და უბრალოდ ამას აკეთებენ. თუ კორუფციონერი არ ახარ, თუ არ მალავ რაღაცას, თუ არ იპარავ, თუ არ თაღლითობ, რატო უნდა გეშინოდეს საკრებულოს სხდომის პირდაპირ ტრანსლაციის? თუ თაღლითი არ ხარ და კორუფციონერი არ ხარ, მაგრამ კითხვები ჩნდება, რომ ასეთ რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში მიტოვებულია საერთოდ უზარმაზარი რესურსი, საზოგადოებრივი რესურსი დევნისთვის იყენებენ. დღეს კობახიძემ გამოაქვეყნა ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით 63 ქალაქში უნდა შემცირდეს 8%. კი ბატონო. 8%-ით შემცირება ნიშნავს, რომ 55,000 სოციალურად დაუცველს, რომელსაც ესე ხან გაზრდიან ხოლმე არჩევნების წინ, ხან შეამცირებენ 55,000 სოციალურად დაუცველს უნდა შეუწყვიტონ სოციალური შემწეობა. რა თქმა უნდა, შერჩევა წავა, ვინც ოპოზიციონერია იმას მიადგებიან და ამ გაუგებრობას ჭირდება სხვა ტიპის წინააღმდეგობის გაწევა, ჭირდება საჯაროობა, რომელსაც რა თქმა უნდა ეშინიათ, მაგრამ ჩვენ შევძლებთ, რომ თქვენს ეთერში თუ სხვაგან, სადაც კი ამ შესაძლებლობა იარსებებს, ვამხილოთ ტყუილში, ძალადობაში, კორუფციაში, თაღლითობაში და რა თქმა უნდა, არაქართული, ანტიქართული საქმის კეთებაში. და თქვენ ახსენეთ პროპაგანდა და აქ მინდა სუსის მიერ დაკავებულ ჯაშუშზე გადავით, ანუ აქცენტი, როგორც თვითონ გითხრეს გიორგი ძილაური, ერთ-ერთი დიდი ეს მამუკამდინარაძის სიტყვა იყო დღეს, ევროპული ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობდაო, მერე დაგვიანონსა უპორტფეულო მინისტრმა მდინარაძემ, რომ რაღაც ვიდეო გამოქვეყნდება სუსის მხრიდან, ეს ვიდეო გამოქვეყნდა და აი ჩვენ ახანეთ გაზეთი ავრცელებს ლონდა თოლორაიას განცხადებას, რომ მამუკა მდინარაძისთვის მათ შორის ახლა უკვე სპეცრაზმელების საქმეზე და გრიფით საიდუმლო საქმის მასალაზე წვდომის ქონა სისხლის სამართლის დანაშაულია, ვისაც სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის რამე გაეგება, ყველა მიცის, რომ პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეში ჩახედვის, საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ პროკურატურას და არავის სხვას, არც პრემიერს, არც მის ქვეშ მყოფ არც ერთ პირს, არც პარლამენტს. დღეს პრემიერ-მინისტრის კოორდინატორმა იცოდა სპეცრაზმელების საქმის მასალებიც და იცოდა გრიფით საიდუმლო საქმის მასალებიც, რაც უბრალოდ კანონის დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამასაც არ ვაქცევთ ხოლმე ჩვენ ყურადღებას, რაღაცებს რომ ჭორაობენ, მერე ამ ჭორაობის დასადასტურებლად თითქოს რაღაცას გამოაგდებენ და მერე ამაზე მიდის პროპაგანდის მთელი ტალღა. აი პარალელურად ამერიკასთან დალაგების სურველი დღეს პაპუაშვილის წერილი ვნახეთ ჰერჩინსკის, რომ ვითომ 9 მაისს ულოცავს. ამ ნაწილში როგორ ლაგდება თქვენი აზრით ივანიშვილის პროპაგანდა, რომ ევროპა ცუდია, ამერიკასთან დავალაგებთ? პაპუაშვილი იქცა ივანიშვილის ქოფაკ ძაღლად, რომელიც სამწუხაროდ არის ყოველთვის ყეფის პროცესში. ხან ლელოს ამოიჩემებს და 24 საათი ლელოზე უნდა წეროს სოციალურ ქსელში, ეს კლავიატურაც არავინ არ დაუმალა პაპუაშვილს, ზის, წერს, ილანძღება, ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ოპოზიციას, ლანძღავს ჟურნალისტებს, დაძდევს თითოეულ სიუჟეტს, სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, ნაცვლად იმისა, რომ გადახედოს საკუთარ თავს, საკუთარ გუნდს, რა ტიპის ჭაობშია ჩაძირული ადამიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში თავისივე ლოგიკის მიხედვით თურმე გერმანულ ინტერესებს ემსახურებოდა და გერმანიის აგენტი იყო, თავისი ლოგიკის მიხედვით საკუთარ წარსულს გადახედოს და თავი დაანებოს ევროკავშირსაც და ქართულ ხალხსაც. არაფრის მორალური უფლება არ აქვს და რაც შეეხება წინა ნაწილს, რაც თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ პროპაგანდიდან გადავედით, პროპაგანდის ახალ ისტორიაზე, სადაც ჯაშუში დაიჭირეს, ხო,
ევროკავშირს. ვინ იყო გიორგი უძილაური? ერთ-ერთი დიდი ქვეყნისა, მთავარი ვინ იყო გიორგი უძილაური? ქართული ოცნების ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქამდე ვინ იყო? ქართული ოცნების პარტიის პიარის უფროსი იყო. მთავრობის სტრატკომის უფროსი იყო. მთავრობის პიარს მართავდა. სტრატეგიულ კომუნიკაციას მართავდა და აი ცნობილი სოციალურ ცნობილი გვერდი მიხეილ უკრაინოლოგი. ვისი იყო? ვინ იყო ამის უკან? ვინ დგა? გიორგი უძილაური. ყველა მიცოდა ამის შესახებ. თავადაც ამაყობდა, რომ იყო უბინძურესი პროპაგანდისტი ბიძინა ივანიშვილის. ტყუილზე დაყრდნობით. ეს პროპაგანდის ისევ თავისივე პროპაგანდის, ისევ თავისივე ჯაშუში დაუდასტურდება, არ დაუძა ეს ვიდეო არაფერს არ ნიშნავს, რასაც უყურებ, მაგრამ უბინძურესი და უბოროტესი პროპაგანდისტი რომ იყო გიორგი უძილაური, ეს ნამდვილად ვიცით. ყველა ვიცით, იმიტომ რომ ივანიშვილის დავალებებს ასრულებდა, აშავებდა თითოეულ მოქალაქეს. ეს არის პირი, რომელიც აშავებდა დაღუპული შვილების მშობლებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მაჩალიკაშვილს აშავებდა. აშავებდა სარალიძის მშობელს, ზაზა სარალიძეს. ის პროპაგანდისტია, ის უბინძურესი პირია, რომელიც მართავდა ამ საშინელ პროპაგანდისტულ სოციალურ გვერდებს, ქონდა უზარმაზარი რაოდენობით სოციალური რეკლამა ჩაშვებული და ეს ყველამ ნათლად იცის. და ამიტომ რაზე ლაპარაკობენ, ვინ დაიჭირეს, საკუთარ თავებს იჭერენ, საკუთარ წიაღში, საკუთარ ბინძურ ორგანიზმში აღმოაჩინეს ჯაშუში, აღმოაჩინეს კორუფციონერი, რომელიც ძარცვავდა ჯარს, აღმოაჩინებს კორუფციონერი, რომელიც ძარცვავდა სოციალურად დაუცველებს და იმ საშინელ სიღარიბეში მყოფ ადამიანებს პარავდა სუპს პარავდა. აღმოაჩინეს საკუთარ წიაღში, ქართულ ოცნებაში პირები, რომლებიც საბავშვო ბაღებს ძარცვავდნენ, აღმოაჩინეს პირები, რომლებიც $1,000,000 ითვისებდნენ იქეთ-აქეთ, აღმოაჩინეს უამრავი კორუფციული სქემა, გზებზე იპარავდნენ, საავადმყოფოებს პარავდნენ, ბავშვებს პარავდნენ, ჯარს პარავდნენ, ღარიბებს პარავდნენ, ჯაშუშები ცხოლიათ. და კიდევ რამდენია დასაჭერი ფარცხალაძეები და სხვები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციაა პირდაპირ ჯაშუშობენ რუსეთს სასარგებლოდ და ამ ვითარებაში ვიზე რას ლაპარაკობენ? და მოძალადეებიც ყოლიათ, აქამდე რომ ამტკიცებდნენ, რომ ძალადობა არ ყოფილა. კი ბატონო. და ბოლოს ვიდრე დავასრულებთ, ირაკლი, მინდა კითხოთ კონკრეტულად ანაკლიასთან დაკავშირებით, ეს რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ეს თავად სახელმწიფო მდივანმა თქვა თავის დროზე, სხვა შორის ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პირობებში, ეს ძალიან ღია ინტერესია, ძალიან ნათელი, რომ შავ ზღვაზე არ უნდა იყოს რუსული და ჩინური ინტერესი. ამ ფონზე თქვენ სიახლეებს პარალელურად ეხმიანებით ხოლმე ანაკლიასთან დაკავშირებით. აი ამ მიმართულებით შეერთებულ შტატებთან ეგრეთ წოდებული დალაგების მსურველი ივანიშვილი ფიქრობს თქვენი აზრით, რომ ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაზე შეიძლება არ იყოს რელევანტური ფრაზა, აღარ იყოს? ის ფიქრობს ისე როგორც ფიქრობდა, იმიტომ რომ ივანიშვილს არაფერი არ შეცვლის, მე არ მჯერა ივანიშვილის გაკეთილშობილების, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ხო ანაკლიის სპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული და საგარეო პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ჩვენთვისაც ეროვნული პრიორიტეტია. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ივანიშვილმა აი 2 დღის წინ ჩაიყვანა თავდაცვის მინისტრი და ასეირნა ანაკლიის სანაპიროს, სადაც არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ზუსტად 2 კვირის წინ 22 აპრილს გამოაცხადა ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ხელშეკრულება გასცა, რომელსაც საერთოდ გენერალური გეგმა, ეგრეთ წოდებული მასტერპლანი გააუქმეს, ძველი მასტერპლანი და ახალი მასტერპლანი შეუკვეთეს, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია გამოაქვეყნეს, რაც ნიშნავს საერთოდ ანაკლიის მიზნობრიობას სვამენ კითხვის ნიშნის ქვეშ. გამოადნობენ ახლა ახალ დასკვნას და იტყვიან, რომ საერთოდ ანაკლია საჭიროა თუ არა, ესეც კი სადაო გახდება ივანიშვილის პირობებში. აი გუშინ წინ რო ჩავიდა მინისტრი და ისეირნა ანაკლიის სანაპიროზე. არაფერი რო არ კეთდება იმ სანაპიროზე. და თქვა რომ დღეიდან ვიწყებთ მშენებლობას. აქამდე 30-ჯერ რომ აქვთ, რა თქვა მე რომ დაწყებული კი არა, მიმდინარეობს მუშაობა. ანუ 30-ჯერ მოიტყუეს, ხო? საკუთარ ტყუილებში იხჩობიან, იბლანდებიან და მათ არანაირი შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ პროპაგანდა ამუშავონ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გონება აურიონ. კი, თავის დროზე იმუშავა გარეჯის საქართველოს ამ რაღაც წარმოუდგენელმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ, იმუშავა ომის კამპანიამ, იმუშავა ბევრმა ტყუილმა, მაგრამ
ყველაფერს აქვს საკუთარი ლიმიტები. აღარ იმუშავა უნგრეთში ორბანის პირობებში მე-14 თუ მე-15 და მე-16 წელს ამ ყველაფერმა. იქ არიან ზუსტად ვადობრივადაც კი იქ არის ბიძინა ივანიშვილი. აღარ იმუშავებს ეს ყველაფერი, მთავარია რომ ჩვენ დავხვდეთ მზად, მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები და მივიღოთ, დავიცვათ არჩევნები და შესაბამისი მხარდაჭერა და მესამე ჩამოვაშოროთ ივანიშვილი და გადავიდეთ კოალიციური მართვის ფორმაზე, რაც დაასტაბილურებს ამ ქვეყანაში მშვიდობაც იქნება, ეკონომიკური კეთილდღეობაც და სტაბილურობაც.